ახლა კი განვიხილოთ CMS-ის სხვადასხვა ტიპები. და სწორად შევარჩიოთ პლატფორმა. CMS-ის პლატფორმის სწორად შერჩევისათვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გქონდეს მიზანი. თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ვებსაიტი. ამ სლაიდზე ნაჩვენები არის სხვადასხვა CMS სისტემები, პოპულარული CMS სისტემები, არსებობს რა თქმა უნდა სხვა CMS სისტემები, მაგრამ ყველას არ განვიხილავთ, ესე რომ ვთქვათ, ზოგადად შევეხოთ და აღმოვაჩინოთ თუ რა აქვთ მათ, ესე რომ ვთქვათ, საერთო. Drupal გამოიყენება ძალიან ხშირად სასწავლო დაწესებულებებში, როგორც არის მაგალითად უნივერსიტეტები, ასევე სხვადასხვა ფორუმები, აქვს ძალიან ბევრ კერძო კომპანიასაც. მისი უპირატესობა არის ის, რომ ესე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი სხვადასხვა ჩვენზე მორგებული ფუნქციონალის ჩაშენება შეგვიძლია მასში. შემდეგი არის Joomla. Joomla გამოიყენება უფრო უმეტესად ფორუმების შესაქმნელად და ძალიან ძლიერი მხარე არის მოხმარებლების მართვისათვის. შემდეგი არის WordPress-ი. WordPress-ი არის ძალიან პოპულარული, ყველაზე პოპულარული CMS სისტემა არის და WordPress-ის ესე რომ ვთქვათ, უპირატესობა ყველაზე დიდი ის არის, რომ შეგვიძლია ნებისმიერი მიმართულებით გამოვიყენოთ WordPress-ზე შექმნილი ვებსაიტი. შემდეგი არის Sitecore, ესეთი პოპულარული არის ასევე Ghost-ი, ისიც პოპულარული არის Webflow და Magento. ეხლა ყველა ამ ჩემს მიერ ნახსენებ CMS სისტემას გვერდით აქვს ან PHP, ან C#, ან Node.js, ან JavaScript. ეს იმას ნიშნავს, თუ რომელ ენაზე არის დაფუძნებული ესა თუ ის კონტენტის მართვის სისტემა. როგორც ხედავთ, უმეტესად ეს არის PHP და CMS-ის შემთხვევაში უმეტესი CMS სისტემები აგებული არის PHP backend ენაზე. არის მაგალითად Sitecore, რომელსაც backend-ის ენად აქვს C#, Ghost-ი, რომელსაც აქვს Node.js და Webflow, რომელსაც აქვს JavaScript. ხო, ეხლა ესა რომ ვთქვათ, საერთო განვიხილოთ თუ რა აქვთ საერთო CMS სისტემებს, მოქნილობა და მოდულების ეკოსისტემა აქვთ, მოხმარებლების მართვა შეგვიძლია ყველა CMS სისტემაში, შეგვიძლია ესა რომ ვთქვათ, უსაფრთხოება და მასშტაბურობა ჩვენ თვითონ ვაკონტროლოთ, შეგვიძლია შევქმნათ ელექტრონული კომერცია და ესე რომ ვთქვათ, მარტივი გამოყენება და დიზაინზე ორიენტირებულობა. მეტრაკლებად სხვადასხვა კონტენტის მართვის სისტემებს სხვადასხვა სიძლიერი აქვთ და იმის და მიხედვით თუ როგორი მიზანი აქვს ჩვენ პროექტს, იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ CMS სისტემა. კურსის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არის ყველა CMS სისტემა განვიხილოთ, რადგან ზოგადი კურსი არის, ამიტომ ყველაზე პოპულარული და ყველაზე ხშირად გამოყენებადი, რაც არის, ეს არის WordPress-ი, რომელსაც განვიხილავთ კურსის განმავლობაში და ჩვენ განვიხილეთ, ასე რომ ვთქვათ, PHP ენა, როგორც backend-ის ენა, დავაინსტალირეთ web server-ი Apache წინა თავში და WordPress-იც სწორედ Apache-ზე და PHP-ზე არის დაშენებული. ამიტომ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ მომდევნო თავიდან დავიწყებთ უკვე პრაქტიკულ მუშაობას WordPress-ის დაინსტალირებისა და შემდეგ მთლიანი ვებსაიტის მართვისა.